ძალიან საინტერესო გამოფენა ელის წინ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში მისულ დამთვალიერებელსაც აქ National Geographic-ის საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფოტოებისა და გურამ თიკანაძის ფოტონამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოგრაფიული საზოგადოება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომლის მხარდაჭერით არაერთი სამეცნიერო კვლევითი პროექტი თუ ექსპედიცია განხორციელდა წლევანდელ ქოლგა თბილისი ფოტოზე. ჟურნალი National Geographic-ის საქართველოს წარმოგიდგენთ 2014 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ საუკეთესო ნამუშევრებს, რაც შეეხება გურამ თიკანაძეს. გამოფენა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული მისი 90-მდე ფოტო იქნება წარმოდგენილი. ძალიან ბევრი კადრი იყო უცნობი, აქამდე უცნობი იყო საზოგადოებისთვის და ჩვენი ფესტივალის პარკლებში საშუალება მიეცემა დამთვალიერებელს, რომ ეს კადრები ისევ ნახოს, თავიდან დაათვალიეროს. პირველ რიგში ძალიან მოხარულები ვართ National Geographic-ი, რომ ვიღებთ მონაწილეობას ქოლგას ფესტივალში. ეს ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის და გადავწყვიტეთ, როდესაც ორგანიზატორებს ველაპარაკებით, გადავწყვიტეთ, რომ 2014 წლის საუკეთესო ფოტოები, რომლებიც ჟურნალში და ვებსაიტზე გავიდა, ისინი გამოგვეფინა. სამწუხაროდ აქ ჯერჯერობით საქართველოს არ არის, მაგრამ საერთაშორისო გამოცემის არის, მაგრამ თქვენთანაც ატყობთ, რომ ეს არაჩვეულებრივი ფოტოგრაფია არის, რომელიც ალბათ სტიმულს აძლევს ქართულ ფოტოგრაფებს ჩვენი კუთხით გადაიღონ თავიანთი ფოტოსესიები და ჩვენ აქა ვართ, ჩვენი კარი მათთვის ღია არის. სწორედ ამ იდეას ემსახურება, რომ უფრო ფართო პოპულარიზაცია გავაკეთოთ ფოტოგრაფიის ამ კუთხისა, რომელსაც National Geographic-ი აკეთებს.